ეს არის რიგით 400 არა 30 გადაცემაში 30 ან 29 ზუსტად არ მახსოვს. ნო 30 იყოს რა. მოდი 30. 1030 გადაცემა. 0-3-0. წამყვანები ისევ. იგივე წამყვანები. ისევ ირაკლი. იჯარა გადმიწვირდა. გამოგხარეს. როგორ მოიარე? ისე ეს თეთრი სპორტული გიხდება ძალიან, მაგრამ ჩემი აზრით შიგნით შავი მაიკა უფრო მოუხდებოდა რა. ბიჭო, კი, შავიც უხდება და თეთრიც უხდება ძალიან. თეთრი შარვალი მაქვს და გამომიდა. სხვა ფერები არ უხდება. აი, შეიძლება მაგ ფერიც მოუხდეს. მე ნახოთ ზუსტად ეს ფერი. აი, ცოტათი სხვა ფერი თუ არის, აღარ მოუხდება. ან მეტალიკი სტაფილოსფერი. არა, არ მიყვარს ეს ფერი. იცი რა ფერები არ მიყვარს? სტაფილოსფერი არ მიყვარს, დოგვის ფერი არ მიყვარს, ტანსაცმელი არც მე არ მიყვარს. ტანსაცმელზე მაქვს საუბარი თორე შეიძლება რაღაც სხვა რამე. თვითონ დოგვი? დოგვი ძალიან მიყვარს. მეც. დოგვის ჩიფსები გახსოვს რა კაი იყო კი. ლუდთან ერთად ჩაახრიალებდი. ერთი ლუდს ვავეხა და მეორე დოგვის ჩიფსებს შემოგიტანენ ეხლავე. და მე რა დავამოღამე, იცი? რატო წუწუნებდი რომ რა კაი დოგვი იყო, როგორ აღარ უშვები და მე მივხვდი რომ იყიდე დედამოწყული დოგვი და ჩააწერა. ო რა. ან გათარი კარტოფილი და შეგილია დოგში. დღემდე ვჭამ ხოლმე ეგრე. პრეცელებს ყიდულობ ხოლმე ის მარილიანი პრეცელ რო არის, ხო იცი პატარები? ხო. სახრაშუნა. მერსედესის ემბლემა რო აქვს. ესეთი რაღაცა, ხო, არ ვიცი, ზოგი ისეთია. ხო, მერსედესის ემბლემიანებიც არის. და დოგში ძალიან გემრიელია და ლუდი უნდა ჩაახრიალო. ლუდი უნდა ჩაახრიალო აუცილებლად. ლუდი როგორ მომენტი. ლუდზე გამახსენდა, აქ რაღაცა სასმელი გვაქვს ახლა მომარაგებული, რომელიც არ ვიცი ალკოჰოლიანია თუ არა. რაზონია მე დავიკითხე არაფერი არ არის. კიდე მე ვცადო. ვაიებში ნახოთ ჩვენი გაფართხალება. მაჩვენია, აბა. ერთ წამ ნახო, აბა თუ წერია Coca-Cola Orange Mixo. კრონბახერის სპეზი. ეს energy drink არის. გახსენი, აბა. ჯერმე. როგორი ჩაჯმული ვარ. ლიმონკასავით ვეფხრობი. არაფერი ალკოჰოლია მაშინ. არავითარი ალკოჰოლი, ხო? არა, რაღაცა ბურახის გემო აქვს. ბარახ. გელოდებოდი რომ შესიხშირეზე მოიხცია. მოდი გინდა ყველა გადაცემაში რაღაცა ესეთი აი არა ტრადიციული სასმელები ვიყ, არა ტრადიციული რა სიტყვა არის. ნაკლებად ცნობილი სახეობები ვიყიდოთ ხოლმე, ხო, არა ალკოჰოლი, გაზიანი. და რა ვქნათ იმ გავს. და გავსინჯოთ ხოლმე რა. და მოუყვეთ რაღაცა. ხო, აი ხა იმას რა გემო აქვს? ამას აქვს ჩემი აზრით კვასის გემო. Coca-Cola Orange Mix, კრონბახერის და პორტოხლის. სპეცი. საინტერესო რუბრიკა გაიჩინა. მე ძალიან მომეწონა, პირველად გავსინჯა. ჩვენ არა გვაქვს სპონსორი, მეგობრებო. ეს იცი რას მოუხდება? არახს. აი რა თქმა უნდა, არა. არახს და всё, კონიაკსაც მოუხდება. ხორცს მოუხდება, აი. იცი რისი გემოა? შებოლილ ხორცს. Coca-Cola-ის. შებოლილ ხორცს, რავი. ხო რა. აი ვიჩინებს და ეგეთ. და ასხაზემო და. არა რომ მიაყოლო შეიძლება. არ შეიძლება რომ პოსტა. აიღო და მიაყოლო. მარტო უნდა მიაყოლო არახს. ძალიან გემრიელი, არახთან, ბიჭო, უფრო Coca-Cola-ისკენ მიდის, ეხა მივხვდი რომ Coca-Cola-ის. ბავშვობაში Coca-Cola-ს კანფეტები იყო საწუწნი. აი მაგის გემო აქვს ზუსტად. არ იყიდოთ. Coca-Cola Zero არის. Coca-Cola Zero ხო. შემდეგში მოკლედ მოვიტანო ცოტა ისეთ უცნაური სასმელი. თუ გინდა ალუბლის Coca-Cola მოვიტანო. ორი შენში არჩი, ორი მე და რაღაცნაირად ისქრა. აგერეს. ესე იგი, ჩვენი რიგით 1029 გადაცემაა. ხო. წინა იყო 1078. არა, წინა იყო 29, ხა გამახსენე. წინა იყო 29. კი ბატონო, ესე იგი საიუბილეო 29. საიუბილეო 29 გადაცემა მას უწევს. ეს არის ხო გავსინჯოთ ხო? კიდე სხვა რაღაცა გადაცემის გავსინჯოთ ხო? აი მაშინ ძალიან ხარშვა. ორუჯრედიან გადაცემაში გადავიდა. წინა გადაცემაში ხო ვთქვით რომ მე პიანინოს დავიტოვებდი და შენ მოხარშვას დაიტოვებდი და არაფერი წინა გადაცემიდან. ანუ აი მთელი ცხოვრება ყველაფერი რო აღიგავოს პირისაგან მიწისა. რა საქმიანობას დაიტოვებდიო მე ვთქვი და დაკვრას და შენ ხარშვას. ხო, ხარშვა. მე ქიმიკოსობა ვარ. ქიმიკოსობა ხო? ძალიან მაინტერესებს. ბიოლოგია და ქიმია როღაზე რა გჭირს იყო? მესროლეს. რა გესროლეს? აი, კარგი კითხვა არის ჩემო თემურ. პამიდორი, არა. ეს არის სავარაუდოდ თმა ჩამიბრუნდა რა გაპარსვის დროს, მაგრამ ამოვიღე. თქვენგან სიპარსაო? აი მაგის ბრალია. ხო, მაგრამ გათავდა? არ ვიცი. ხო, მაგრამ ადრე ხო არ მიბრუნდე? ადრე სხვა ასაკში ვიყავით იკო.
აი ხო ხედავ უკვე გახველებს. ხო, დავბერდი რა. ასაკთან მე რას ვგრძნობ, იცი? კი ვარ 36 წლის, მაგრამ შენ ხარ უკვე 26. კი, ვარ უკვე 36 წლის, მაგრამ ვერ ვგრძნობ 36 წლის ტიპად თავს. მე რო 26 შენ 35 წელი ისე დაიბუჟე თავი, რა უნდა იგრძნო? აბსოლუტურად მართალი ხარ. რა თქმა უნდა. მაგრამ იმას გეუბნები, რომ აი იმას გეუბნებოდი. იმაზე არ ბენა, სირბილი, ახტომა, თავისუფლად, გადმოხტომა მიჭირს ცოტა რა. ახტომა საყეცო აქ. გიგურა დარჩე. ამხტარი უნდა დაორჩე. ხო და აი ჩამოხტომა ცოტა მიჭირს რა მუხლის გამო თორე ისე. იმიტომ რომ მეც და შენც ახლა შენ უფრო აქტიურად ვარჯიშობ, მაგრამ მე აი დღე თითქმის ბოლო 1-5 წელია არც მახსენდება როდის ჩავაგდე რა, აი ერთი კვირა არ ჩამიგდია. აჯიმანია ბუქნი ამ ჩუქნი. სიყვარულს ჩუქნი. კარგია. ხო და პოეზიაშიც გადავიდეთ ნელ-ნელა. ძალიან კარგად ვაკონტროლებ კვებას. მოკლედ რაც ალკოჰოლი ამოვიღე ცხოვრების იქიდან წესიდან მე ძალიან შორს ხوار ვზივარ. არა, ბევრი რაღაცეები დაბალანსდა თავისით ლამაზად რა. და ყველას გიჩვენს რომ ალკოჰოლი დისციპლინიზირდება. ჯერსაც რიგი საკითხებისა. ძალიან ბევრი. ძილი, კვება. მე ძილი ამერია. ხო, მაგას ვიძახე, ხა ეს ყველაფერი ამრეული. კვება ამერია, ძილი. ამიტომ ალკოჰოლი ისევ კარგია. შემოიტანეთ თქვენ ცხოვრებაში, რა შეიძლება ჯარბიდოთ მე საერთოდ არავის არ მოუწ. ანუ მე მიყვარს როცა ადამიანი თავის გადაწყვეტს, რომ მე აღარ მინდა დალევა, მაგ შემთხვევაში ბევრ რაღაცას ურჩევ, მაგრამ თუ ტიპს უსწორდება დალევა, მაგივრად მიხარი, დალიე, არ ვიცი, ხა 2 საათია, რატო ვარ? წამოვალთ და ჩვენ არ დავლეთ. გაიღვიძე, დალიე რა იქნება. კბილები გამოიხეხე ვისკით. მაგრამ რაღაც პონჩი გული მწყდება ხოლმე, აი 50+ ტიპებს, რომ უკვე პრობლემები ექნებათ რა ალკოჰოლის გამო. ხო. აი მაგალითად გულზე გავასწარით მაგას. იმედია გავასწარით. ნახოთ ჩვენ ყველაფერი წინა. ჯერ ვაფშე მისაღწევი ვარ 50-მდე. კი. ერთადერთი რაც მაწუხებს მე მუხლებია, ცოტა კუჭი მაწუხებს, წელი თიაქარი მაქვს 2 ადგილას. კბილები დამცვი და ცოტა ნაადრევად სიმიმელოდეს. მაგას ეხა შენ რაც ჩამოთვალე ეგენი, აი ძალიან მარტივია, ერთ კვირას შეგიძლია დააპაჩინკო რა. იხვი და შეგაყენებენ იქ. 1-6 ოპერაციას გამიკეთებენ, გადამაკეთებენ. ოპერაცია შეჭი. 2 ხერხემალზე და თიაქარებზე და 1 მუხლზე და ეგენი რო არ გაიკეთო რა. არაფერი არ ვიკეთებ და ვარ ესე ამშვენი რა. ანუ შეიძლება მე ასაკში შეგექმნას პრობლემები? ბიჭო, მეც პრობლემებს შეუქმნი ასაკში. ბალევის ჯახე. არა. ხო და კიდე ის თქმა მინდა იცი? ეს ასაკმა როგორ გადაიწია წინ რა. გაიზარდა რა, იმის გულისხმობ, რომ აი 50 წლის კაცი, 60 წლის კაცი ადრე ბებერი იყო რა. კი. ეხა აღარ არის ეგრე. ანუ მაგალითად ცოტა უფრო ისე სელებრიტებს და ძალიან ჯანსაღად მაცხოვრებ ტიპებს გეტყვი, მაგრამ ტომ კრუზი მაგალითად 70-მდეა თითქმის. და რამე ეტყობა 70-ის რო არის, არაფერი პლასტიკურებით მაინც და მაინც ეგ არ არის გაჟღენთილი. სახეზე არ ვიძახ, ანუ თვითონ აქტიური ტიპია რა. ბრედ პიტიც 60-ს გადაცდა. და ძალიან ბევრი რა, ეხლა ვერ ვიხსენებ ვიღაცებს. საქართველოში ჯერ ეგრე არა ვართ. გივისი ხარულიძე. გივისი ხარულიძეც ბაზარია რამე. გივისი ხარულიძე გადავეშენ და ეხლა კი ნელ-ნელა სოთაშორის კუსტბაზე ხდება ხოლმე ძალიან ძალიან კაცია. ნუ ეგ გამონაკლისია, მაგრამ საქართველოში უფრო ნაკლებად არა. 60 გადაცილებული ტიპი. კი. ეს ცხოვრების ხარისხზე და ცხოვრების წესზეც და ანუ სოციალურ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ სხვადასხვა რაღაცა ხო აი კაი ღარიბებს ახასიათებლებზე დგას ეგ რა ეკონომიური მდგომარეობა წყვეტს მაგ ამბავს დიდრები რა კარგად გამოიყურებიან ეგენი უფრო ცუდად გამოიყურებიან დიდრები უფრო ცუდად გამოიყურებიან ვიდრე ჯამთი ანუ რო შეხედავ 50 წლის კაციაო და 80 წლის ტიპს ყავს რა გასიებული ხო ნუ ეგ ანუ დიდი ხნის განმავლობაში რაღაცა რიგი საკითხების ხო არასწორი იყო რა არასწორი არჩევანი გააკეთეს ყველა ფერში თავიდანვე და ეს მიდგომა მეზიზღება კიდე ერთხელ ცხოვრობთ და ჩემი აზრით ანუ მე-20 საუკუნეში საქართველოში ყველაზე მეტი ალკოჰოლი დაილია მესამე ადგილზე ვარ თუ მეორე ადგილზე ვარ სოფლიოში ალკოჰოლის მოხმარებით პროცენტულად ხო ეხლა იმას ვერ აჯობებ რუსეთს ჯობნით შეჩემ რუსეთი არის მეხუთეზე პირველზე არის მე მგონი რუმინეთი. რუმინელები. ეხლა ჩვენ რო აღარ ეხლა ძალიან ეგრევე ჩამომიათეზე. მიათეზე ჩავედით ეგრევე. ხო ისე ჩვენ სირბლი ვინ სვავ და ან ვეღარ სვავენ, ან დაიჭირეს, ან მაგრამ მაინც სვავენ რა. კი. არა, ვიღაცები მაინც სვავენ. ვიღაცები კი არა ბევრი სვავენ. უბრალოდ ცოტა შეამცირეს.
როგორც ჩვენში მომცირეთ. ჩვენ თითქმის ამოვიღეთ. კი არა და ამოღებული გვაქვს. გაჩნია რა გვაქვს. ხო და მე მაინტერესებს უფრო ახალგაზრდა თაობაში რა ხდება. არის კვლევა ჩატარება ალკოჰოლის მოხმარებაში. აი 30 მინუსებში. 30 მინუსებში არა ისევ ესე ისტერიულისმა ალბათ მან ისტერიული ჩხერაობა და ხო კლუბურმა ნარკოტიკმა და აი ამ რაღაცა ხელმისაწვდომობამ ხო ნაგვის და ნაგავში დამზადებულ კუსტარულ ნარკოტიკებზე ანუ ჯანსაღი ცხოვრება ისევ არ არის ხო პოპულარული პირველ ადგილზე ჯანსაღი არის პოპულარიზაცია მოხდა რა თქმა უნდა ანუ აი 10-15 წლის სტადიონები მაგის მშენებლობიდან მოყოლებული და ჯიმებიც და ანუ ხალხი ინტენსიურად ყველა უბანში ჯიმი ყველა უბანში ჯიმია და ყველა უბანში სუდატვირთულია რა ანუ თითქმის ანუ საღამოს საათებში როდესაც სამსახურის საათები როცა მთავრდება ანუ აი ყველა ტრენაჟორზე ყველა ხო ანუ ყველა დარბაზის სავსეა კი არა ანუ ყველგან რაღაცა რიგი საკითხებია ყველგან რაღაცა რიგში შედგომა გიწევს რა დაროშკაზე, ველოსიპედზე, თხილამურზე, შტანგაზე. ბიჭო, მე მაინც არ მიყვარს ტრენაჟორის დარბაზი, რაღაცა. ხო, მეც რაღაცა და კუსტმას ჰაერზე მივჩემია რა და სახშიც უფრო მევასება ვარჯიში. დარბაზში სიარული ერთადერთი აი კრივი და რაღაც ეგეთ სპორტული აქტივობაში. კრივს როგორ ვერ მოვაბით ვერასდროს თავი. მე გავაძრე არა და ძალიან მაგარი. სად? ჩვენთან უბანში. ერთხელ რო ვიყავით ადრე ქვემოთ რო იყო ჩასასვლელი. ხო და გაიხსნა, მე დაიკეტა. ხო, დიდი კოვიდის დრო იყო და დიდი ხანი დაკეტილი იყო. ეხლა 1-2 კვირის წინ ხო მოგიყევი, პროსტ მაშინ ხელი მткиოდა და გავაძრე მან ტიპი. ნომერიც ჩავიწერე, მე სახელი არ მახსოვს, მაგრამ მივალ ისევ და კიდე გამოვარდა. პროსტ ესე კვირაში ერთხელ ნომრის გამოსარდე. იარე ხომ და იმას ანეკდოტი რო არის დაპირო დაპირო არის. შეგახსენათი რომ დადიხარ თუ სათქნაუროდ. ნომრის გასაგებად ვული ხოლმე რა, სათქნაუროდ ნუ გამიშვი. ჩვენ მასალა მივაწოდეთ ეხლა ფაქტიურად ამ ინფორმაციის გაშღერებით. მასალა ეს ჰეითერებს და შემოგიწვევდებიან ისე ვიკო. კარგი ჰეითერები დაგვიგროვდნენ. არა, ჩვენ წინა ვიდეოზე რაღაცა არ ყოფილა ეგეთი ამბავი, ხო? არ გავარდა არაფერი და იმდა როგორც კი რაღაცა გვივარდება. მე არ შეიძლება რომ გავარდის და გადავიხარ. ავაყიფოთ ისე. ჩვენ ხო ხალხი გინდა. აპარა არა თქვა. ის დავარტყათ, ვინმეს დავარტყათ და ეხა აი თუ გინდა დარტყმაზე გამახსენე. უცნობმა რომ რაღაცას შეუთვალა ვიღაცა. დენირო, იქ ნახე? არა, მაგრამ წავიკითხე. დენირო, შეწაიკითხე. ვიდეოს აღწერა წაიკითხე. კი, მოკლე შინაარს. Facebook-ი მაგ გაუქმებული რამოდენიმე. არა, გაუქმებული კი არა მაგ ის ანუ ტელეფონიდან აპლიკაცია წავშალე რა და ეხა ლეპტოპით Facebook-ზე რავია. მარტო მესენჯერი გაქვს რა და მარტო მესენჯერი მაქვს დატოვებული კომუნიკაციისთვის ან ბოლო დღეებია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ, შოუ-ბიზნეს, მანამდე ხო სუპულზე გედო სუპულზე მედო კი აი ეს მქონდა ერთი მესენჯერი დაბომბეთ შენი ის მაგ შენახული კი არა მემორი მამო მიგდო უწყვეტილი ვარ ანუ ყველანაირ რაღაცა უწყვეტილია ხო და წელს ქვემოთაც მოწყვეტილი ზემოთ მაგიტო ვიღებთ და შენი მოზისა მაქვს შეტყობინება გამოქვეყნებული რა ძალიან ადრე ერთი აი ზაზაფაჯულია NBA ხო რა იყო მაგრამ შენ მომწერე ბიჭო რაღაც ისტერიკა ატეხილი 1-2 კვირა რო ზაზაფაჯულია და შენ წერო ბიჭო რა ხდებაო ეს NBA-ო ზაზაფაჯულია რას ნიშნავსო და შენი დაგენძრავე კი და გამოვსკრინე გამოვჭივე და ბევრი ჰაჰა და უჰუჰუ კი აი ესე რა მე ჩამოვშებოდი ხოლმე მოვლენებს და ეს კოზიოლი სულ იყენებდა ამას. რაღაც თქმა მინდოდა. ყველაფერს შემსაცინავდა. დენირო. კაჭ დენირო ხო დაესწრო სუხიშვილების კონცერტს ნიუ-იორკში მე მგონი. ხო, ეგ მაინც ხო იცი. კი, ეგ ვიცი როგორ. ხო და დენირო ხო ჩავიდა და იბაზრა და ერთმანეთს ხელი ჩამოუწევს. კარნეგი ჰოლში. ხო, მაგრამ იესალმებდა რამე და ეს დენირო რა იყო. გრეჩი ხა ციციბურაზის თავის იმაში რა. ტივში თუ. ტივი მინდა. ეს და იმ რატო გაგიჟდა ვერ მივხვდი რა. რა დენირო. აი თან არ ჩაიხვია რა, ხო იცი აი ბუხოი რაღაც ბელაია როჭეს უბანში რო ტიპს რაღაცაზე რო ჩაციკლულები რო არის ხო რა მაროჟნი აი რა მაროჟნი ხო და უცბად რო გიждდება რა და ეს გაგიждდა რა დენირო აი ეს მარტო იხვევს რა და რა დენირო რა აპაჩინოსთან ამოსაყვანიაო დენირო და მოიყვნა შუაში ხო და გან დაუსურდა რა ის ნავი რა ეხა ციგაში ჩასვავე და გაუშვებ აი ხო გიმაზიტოა თბილისის შემოგარენში კი და ჩააცურებენ ეხა ვაფშე ბოლომდე ანუ არც სამე საუბარს არ მოუტანია მანამდე კონტექსტი არ ვიცი მაგრამ ეს დაახლოებით ერთი 30 წამიანი ვიდეო ეს ზის ეს ხო იცი როგორ ზის ხო აი შაგდებული რო არის ხოლმე და
ეს რაღაც თავის დავთარით დგას. ოკულ დავთარი. არებიც არ ვიცი არავის. მეც ჯაფარა, იმიტომ რომ ის რომ ნახეთ, აქვია გრეჩიხას რაც უკრა თავისივე ნავში. კი, თავისივე ნავში. ცხალიში უმდინარე შენს გონი, თორე ეხა ჯაფარა ვიღაც არ ეგონოს რომ მაგის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ საერთოდ არა რაფარას გულშემატკივარი. ოდნავადაც არა, მაგრამ პროსტა მაგი სეირის ყურებისთვის თუ ეგეთი რანგის მოდებატე არ ყავს ოპოზიციაში რომ ვიღაცის გულშემატკივარი ვიყოთ. ბალეში ყოფდე ვინმეს. არა, ნუ ვიღაცა უნდა იყოს გულშემატკივარი, კბილი რო გტკივდება, მიდიხარ კბილის გასაკეთებლად. ეგ წყნარ და გამართულ პროცესში და გამართულ ქვეყანაში და კაცობრიობაში კი, მაგრამ ეხლა ვიღაცა შენ ხელოსას გულშემატკივრობ, რომელმაც უნდა გაგიკეთოს მანქანა. ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ გულშემატკივრობ ხელოსასაც სამწუხაროდ. ექიმსაც გულშემატკივრობ, ყველას გულშემატკივრობ. ხო, ეგ ვიღაცა არაჯანსაღია. არაჯანსაღია, ხო, ანუ მინდობილი ვერ აგვაქვს ვერავიზე ქვეყანა. ხო, რა, შესაბამისად მეც არავის გულშემატკივარი არ უბრალოდ აი მაგრა გამისწორდებოდა აქეთ რომ ეს კობახიძე დაждდეს თავის გასწორი დიქცია და ეს აქედან რო არ ჩერდება რომელთ წამყვანი ვინ უნდა იყოს იასტია იმედის ვიღაცა მაგდუ და ვიღაცები მაგრამ ვინც არ უნდა იყოს თავი იყოს ლაივი ხო ლაივი უნდა იყოს თორე სხვა შემთხვევაში რასაც ვინ უნდათ იმას მოგვიგდებენ და მე გაიგე ხა ამან აჯობა თუ მართლა თუ იმან აჯობა ხო ლაივია მან აუცილებლად თავარი ის აქ ლაივს რა არ ვიცი რამდენად რეალურად გესახება რომ ეგ მართლა სისტემაში მოიყვანონ და მართლა ეგეთ დონეზე წავიდეს თუნდაც არაჯანსაღი მაგრამ წავიდეს დებატები რაღაცა ბანძ სპექტაკლს დაგვიდგავენ რა თორე გაათამაშებენ რომ აი როგორ უსმენენ კობახიძე არ მგონია მე ეგეთი ვაშკაცი ტიპი რომ გამოვიდეს იმდენი ტყუილი აქვს ტიპს ნათქვამი იმდენი კრიმინალი აქვს მინიმუმ ჩადენილი რომ ესე საჯაროდ რომ დაждდეს და რავაი რაზეც გინდა ვილაპარაკოთ შანსი არ არის აი ძალიან გამორიცხული კალაძე და ვიღაცები ხო კალაძეს ვის დაუყენებდი კალაძეს ვის დაუყენებდი მე დაუწევოდი კალაძეს და წავიდოდი რობერტო კარლოს ხო არა კალაძესთან დებატი არც მაინტერესებს ანუ აი საერთოდ არა საინტერესო ისა საინტერესო ის ხო იცი ის ხო განათლებულად ითვლება და მაგის გაქრობის მოამი მაქვს თორე კალაძის მოსმენა საერთოდ არ მაინტერესებს ჩვენ კი ვჩიოდით რომ დღევანდელი გადაცემისთვის მომზადებლები ვიყავით არც არაფერი არც კითხვებზე გიმუშავია არც რომელ გადაცემაზე ყოფილვართ უდესმე გადაცემაზე არ ყოფილვართ მომზადებულები და ისე მომზადებლები მომზადებოდით მაგას მომზადება არ ქვია არ ქვია უბრალოდ ლოკაციას ვარჩევდით ხანდახან იმ განათებასაც ვერ მომზადებდით განათებაც ერთი წლის მოვარდით თავთან მოკეხა განათება არ ჩასაკ მაგრამ აი ზუსტად აი აქ მიდგას აი აქ ამაკ კიდე რა ხდება ბექემები ხო, აი ბექემებზე მომიღები. ბექემებზე მეც ბევრი არ ვიცი, ხომ აი ძალიან. მოდი, ჯერ სანამ ბექემებზე და ბომონდში გადახვალ. ბამან? ჯეიმს ბამან. ამ დღეს სოთაშოს ჯეიმს ბონდებს დაუბრუნდი. დაიწყე დენიელ კრეიგის. დენიელ ძალიან ყლეობა. ბიჭო, არ არის ყლეობა სოთაშოს. ვერ უყურებ. ტიმოტი ბატონის ჯეიმს ბონდები არ არის ყლეობა. კაი ჯეიმს ბონდებია. აი ჯორჯ ლეიზენბი და როჯერ მური და შონ კონერის ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, შონ კონერი ძალიან მევასება. მაინც რაღაც ეს ხო და ესე რო ეს პლასტმასის ჯეიმს ბონდები არის და რაღაც კრემიანი ჯეიმს ბონდები ბონდ ხო და მე დენიელ კრეიგის ჯეიმს ბონდები მევასება და ის არ ქონა ძალიან დიდი ხანი ნანახი Quantum of Solace ხო ის არა ქვია ოლგა კურილენკოსთან ერთად რო თამაშობს თავარი ბოროტ მოქმედი მან იმ კაცს გვარი არ ვიცი რაღაცნაირი სახი აქვს ბოლივიის პრეზიდენტთან ერთად რო რაღაცეებს ჩა. ეგ არის მეორე დენიელ კრეიგის, პირველი ხო კაზინო როიალია. კი, მეორეა. და კაია. ბოლო მომენტის გარდა რა ის სასტუმრო რო ფეთქდება და რაღაცები, მაგამდე კარგია. ხო, მეც არ მახსოვს. ეგ იგივენი არ მახსოვს. მე მივხვდი რომ ერთხელ მაქვს მეც ნანახი. ხო და გაგისტორდება. რამოდენიმე ძალიან საკაიფო სცენაა. ჯეიმს ბონდისა ბომონდიდან მოვხვდით, ხო? ხო, ჯეიმს ბამანდ, ხო და სანამ აქამდე გადავალთ. მანამდე მაინც რაღაცა პოლიტიკის გარშემო გიტრიალეთ და არა ის ირანს რომ იაყენა. ირანში შეაყენა უზარმაზარი ფლოტი. ჩვენმა დონალდ ფლოტმა. იაყენა და ის აიათოლა ჩამძრვალია ბუნკერში. აი, აქ არის აიკო. ამას ახტი? აიკო გამოდი. აიკო. შეშინებული ეშინია კამერების ეშინია. აიათოლა და აიკოლა. აიკოლაზე გამახსენდა. ხო, და ჩამძრვალია იქ და მე კურკებს ისვიზიგდა. როგორც ხო, იძახიან ძალიან მალე გლიჯავენ რა.
ხო, შარშანი იანვარში იყო, გადატვირთვას რო ველოდებოდნენ. ხო, 20-20-ო დაგვირეკავენო. 20-მდე ველოდებით გადატვირთვას. ხო და რა მიაყენა? წეგან ლაპარაკობდით და მე ხო არა მაქვს. მე მგონი ლინკოლნი ქვია. აბრაჰამ ლინკოლნი ქვია, მე მგონი მაგ იმას ფლოტს. და 400 რაღაცა თვითფრინავი დგას ზე. გამანადგურებელს იტევს 400 რაღაცას ბიჭო. 400 რაღაცას ბიჭო. ერთი გემი რაც ქვია რა. 400 რაღაცა წარმოიდგინე შეჩი მან ვაი. მთელი ევროპა შეუძლია რომ დაიფყროს მაგით. და ის როგორც კი საქართველოს თავზე 12 გამანადგურებელზე მეტი ერთდროულად 12 თუ 14 გამანადგურებელზე მეტი ერთდროულად არ ეტევა იმის გამანადგურებელი სრულად. ხო, ეს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია არის იმ დეზინფორმაციაში მოხვედრილი ქართული ოცნების ელექტორატისთვის, რომ ჩართოს გავაკეთებ, რომ ანუ ის ფაქტი რომ აი რუსეთი 10 წუთში დაგვიპყრობს და 10 წუთში დაგვბომბობს. შანსი არა. ეს ერთი ვერანაირად, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ანუ ეს სამხედრო ინფორმაციაა და შეგიძლიათ რავი ექსპერტებთან და უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე გადაამოწმონ, Google-ში შეიძლება არ იყოს 12 თუ 14 საჰაერო ხო რა გამანადგურებელი შეუძლია რომ რაღაცეები შეუძლია დაგვბომბოს მოექცეს რა საქართველოს მისთავზე რისი ჩამოგდების საშუალებაც დღევანდელ შეიარაღებულ ძალებს მე ომი მინდა მე ისა რა ქვია თემათ ომის პარტია ომის პარტიიდან ვარ ხო დევიდ ბექემზე გადადი ბექემები ხო კაროჩე ისენი გა შენი ბენეფისია ძირითადად შენ ხარ თავარ არა როგორ არა კი ხო ცოტათი მე კაროჩე ბექემი ხო ისა კარდაშიანები გახდნენ ჩვეულებრივ ყველაფერი იცის მაგათ ოჯახზე და ყველაფერს ძალიან საჯარო აი ვერ ვიტან რა ეგეთ რაღაცებს. კი ჩვენთვის ახ ჩვეულებრივ ხალხისთვის შეიძლება კაი გასართობი და კაი საყურებელია. ჩვეულებრივ რეალიტი შოუ არის რა ყველაფერი ეს ყველგან კამერები რომელი ქაღალდით იწმინდავს დევიდი რომელი ქაღალდით არ იწმინდავს კალბატონი ვიქტორია ყველაფერი იცის რა და ხო არა გულისამრევია მაგრამ პროსტა რაღაცა ძალიან რო გაფაზრდება ხოლმე რაღაცა მოვლენა მაგას მეც ინტერესდები ხოლმე რა ეხლა ინტერესიანი ადამიანი ვარ და ბექემების გაინტერესებდა შენ და დინასტია ბექემების ხო და მოკლედ არ მოწონს ძალია რაზე ვლაპარაკოთ მაგრამ ამ ბრუკლინი ხო არის უფროსი ხო ბრუკლინი არის დიდი მოყავს ცოლი თუ მოიყვანა და კაუჩი რაღაცებს ეს წერება ეს ვიქტორია ვიკა რაღაცა კაბა არ შეუკერა ის მერე ნაწყანია ქორწილში მერე რაღაცა ხო იცი მეფე პარტაზალი რო ცეკვავს ეს გამოვარ და გაყლექავდა იქ გასლა ბიჭო ისიც დევიდიც ალბათ იქ იდგა იქ აი მაგარი პალკა ბლუჩნიკი გამოდგა აბა რა არის წავერტყი თავიშვილს ოღონდ ხო მაგალზე როგორ შეიძლება ხო და იქ შონ კონერს აქვს ხო იცი ეგ რა თქვა ძალიან მაგრად რომ სულ იძახდა რომ ქალს ხანდახან აცხო რა შმაკალენებეთ ესე იძახა შონ კონერ შმაკალენებეთ და კაროჩე ესენი შეუვარდნენ ჟურნალისტები ამ ჯიმას რა ჯორჯ კლუნის ვაფშე ავირიე მიდი დავაგახსენ სიზმარია ხო და ეს ეგეც სიზმრებს ხედავ ხოლმე შეჩება ხო იცი ეხა სიზმრებზე გადახვედი ვაფშე დავაი მიდი გააგზენ მე თუ საქართველო ხო და გას ვიძახდი ხო შონ კონერი იძახდა რომ ქალებს ხანდახან უთაქოო რა და ეს ჟურნალისტები გაგიჟდნენ რა შეუცვიდნენ ხო უკვე 21 ჯორჯ კლუნს მე-20 საუკუნე ისიც ხო ცოტა მოჭაღარაო იყო კლუნი რაღაცა და კონერი რა და მე-20 საუკუნეში ამას როცა იძახდა არავინ არ უტრაკებდა რა მაშინ ხო სული პონტი იყო და 21 საუკუნეში 2000 წელი მოვიდა თუ არა და ეგრევე კიდე გაიმეორა რა სადღაც ცოტა უკვე ბებერია რა მაგრამ მარტო ქალიო ვიღაცაო რომ გაჭედავს უნდა აცხო მე რა მნიშვნელობა აქვს ეს ანუ მე იმიტომ არ ვარ რომ სექსისტიო რომ ქალსა და კაცას ერთად უთყაპუნებ ხო და რაღაც პოჭი ხო სწორი შონ კონერი არა ისე მაგარი ყლეობა ქალზე ხელისაწევა ყველანაირი გაგებით მაგრამ შონ კონერის ცოტათი მეს შონ კონერის და ჯორჯ კლუნისთვის ჯორჯ კლუნის რო ეთქვა არ მესია იმიტომ რა შეჭირდებათ აი ხო იცი ცოტა მე მგონია რომ ტიპები მილიარდს რო ცდებიან შემოსავლებით და მაყუთით და ქონებით და ხელა უზარმაზარი ძალაუფლებით და ფულით მე ყლებდებიან მარაზმატიკები ხდებიან რა ვერ ახსნი შენ რა ზოგი რაკეტებს უშვებს და ზოგი
1000 უბედურება. ის სტივენ ჰოკინგი ხო ყველას ძალიან გენიოსი და მეცნიერი მგონია და ეპშტეინის კუნძულზე ისეთ მარას რაღაცებს აკეთებდა. ის რა ქვია? ჯეკ მეიკერი. სტივენ ჰოკინგი ხო იცი? ხო. ესე რო იყო. ხო და აი რაუნდოდა ეპშტეინების კუნძულზე რეგულარულად თან. აი რას აკეთებდა? აი რო ვერაფერს ვიგზნო. რა ჩემხელე გინდა ის. ახლა უყურებდა. მაქსიმუმ რაღაცაში ფლეშკას ავჭეგა ერთო ამეში და დაგწონებდი 2 დღე შეერთებული. შუქი გამოუშვა. აი რა უნდოდა იქ. ხო გახსოვს ეგ სცენა? კი. აი ეგეთი ტიპები მართლა არიან. Deep State ჩემი ასეთ მართლა არსებობს. ნელა შეგვიძლია. აი ეს ხარეს. გადმოვიდა. Сорокадин. უნდა გეწეროს. რუსულად უნდა გეწეროს. 41 სიტყვიერად. 41 კი არა, 41. ლურჯად და თავის ფერებში. არ მიხუმრია არაფერი. შემოვიდა ზარი. დიახ. Deep State? Deep State-ია. პუნდლები არის მის. კენი დედა. ტელეპორტი მე ვიყავი თელავში, გუშინ წინ, ძალიან კაი დრო გავატარე. დიდი ხანი არ ვიყავი გასული თბილისიდან და მე როგორ მოგეწონა? ძალიან. არა, მომეწონა ნამყოფი ვიყავი. არა, ეხა როგორ მოგეწონა? სხვადასხვა დიდი ხანი იყო გასული, კაი ხანი თელავში აღარ ყოფილვარ. ხინკალი ჭამე? ხინკალიც გახელით კი ბატონო. ხაშლამა? ხაშლამა არა. იდე რა აქვს? თელავში ღვინოს ვერ დალევდი და. მაგრამ ახლოს ვიყავი ღვინოსთან ძალიან თან ძალიან კარგი. თვალზე მიიდე. კი, აი ესე ხო მიხუტებული მყავდა ეს ღვინო და თორე თელავი მე ძალიან მეღავს კაცი ძალიან ნებისმიერი კავშირი საქართველოში შეგიძლია რომ ძალიან კარგად დაისვენო ისე რომ ხარისხით არ ჩამოვარდებოდეს ევროპულ ქალაქებს. ოღონდ ცოტა უნდა იჩალიჩო რა. მაგრამ მე მაგალითად საქართველოში მოგზაურობა ძალიან მევასება. მეც ძალიან მიყვარს. აი, როგორც კი თბილისს გავსდები, იქაური ხალხი, იქაური კულტურა ეგრევე რაღაცნაირად მიზიდავს რა. სამზარეულოც. ყველაფერი. აი, აბსოლუტურად ყველაფერი. იმათი ტრადიციების სამზარეულო იასნი. ადგილები, ყველაფერი მევასება. ერთადერთი არ ვარ ნამყოფი თუშეთში. ხევსურეთშიც არ ვარ. დიდი ხანია ვიზახი თუშეთზე და ხევსურეთში. და ამზაფხულს იმქნებ რამენერად მოვაბათ, მაგრამ მინდა რა. დელიკა დავიქირაოთ. ამე ისეთი მანქანა რა, რაც მაგ ადგილისთვის გამოდგება და დავგაზოთ. დელიკა კაი იქნება, უფრო ბევრი შეგვიძლია რომ წავიდეთ. 1 4 სამნიკა. 5 კაცი. სამნიკაც წავიდეთ. 2 წავიდეთ დიდი მანქანა. დიდი დელიკით. ხო დელიკა არის ეგ მანქანა. ხო დელია. ხო დელიკა არის. დელიკა არის ხო, მაგრამ ბევრი მანქანა შეიძლება ეხლა. ხო, ეგ დელიკა პირველი გამახსენე თორე ვიცი რომ ნივითაც შეგიძლია ჩახვიდე. ნივა ვიქირავთ. რაც კი ავდები. ბაზარი არა, დიდი სიმო. Такая осень в лагерях. ასეტაზე შევაგდოთ ბანძობები. რა არის თუშეთში კიდე? არის სასტუმრობი რაღაცები არის? ხო, აი, მაგ შენი მანქანით რომ მიდიხარ, სადაც გინდა გაჩერდი, სადაც გინდა წადი, შენ გემოძახარ არაფერზე და არაფერზე არ ახარ. ცოტა კომფორტულად მინდა. არაფერზე არ ახარ და დამოკიდებ. არა, ანუ შენ ანუ მას ვიძახი რომ შენი მანქანით რო ხარ, სადაც გინდა წადი წამოდი და შიგნით. შენ გემოძახარ შაშან მაგალითად მესტიაში მივხვდეთ იმის რომ ბევრჯერ ვარ ძალიან ნამყოფი. ისევ წავედი მანქანით და რა ვიცი მოვიარე უშკულიც და მესტიაც და ხო და იქიდან მე ახალი გზა არის გაკეთებული ან იქიდან გადმოსასვლელი რაც მანამდე მარტო ცხენებით და ურმებით რაც გადადიოდნენ ხო 1-2 წელიწადია და მუშაობენ თავრობა აკეთებს აკეთებს როგორ არა ბიჭო მაგრა აკეთებენ ხო და წამოხვედი მაგზით იქიდან წამოვედი უშკულიდან ჩამოვედი ქვემო სვანეთში და იქიდან გადავედი რაჭაში ძალიან მაგარი სერპანტინებია, ულამაზესი არის. კიდე წასასვლელები ვარ ზემო აჭარაში, კი ვარ ნამყოფები, მაგრამ ხუმში ვარ, მაგრამ ბეშუმში ვერ ავედი თორცერთხელ რა. 1-3-4 დღით. კი. აუ, ეხა მომშივდა იქაური საჭმელები. ბორანოდან. ყველაფერი მომინდა. არა, ეგენი არა. აი მენა იქაური კიტრი პამიდორიც გემრიელი. კი, ხულოში რა გემრიელი კიტრი პამიდორი სადაც აიღო, გახსოვს? ელიც გემრიელი. თაგოს მთაზე ის საბაგიროთი. მან ხაჭაპური. ის ბებორო იყო. კი, ასაჯლიგინები. რომი იქნება ეგ. შეიძლება გვიყურებს რა. დაუგნიე ხელიდან. ხელიდან კი არა ეთერიდან დაუგნიე ხელი იმ ბებოს. ჩავიდეთ უეჭველი. და იქიდან ჩავწეროთ გადა. ეხა კარჩი კობერა მეხვეწება ქვიშხეთში წავიდეთო და ჩავწეროთ ერთი ქვიშხეთში. ქვიშხეთიდანაც ჩავწეროთ. გამიდები რომ გამოვა ბეშუმში. ეხა უცილებლად მამინჩი ჩავალთ ქვიშხეთში? კი, როგორ ვერა. შემდეგ შაბათ-კვირას ვერ წავალთ? ან იქითა შაბათ-კვირას. მანდ ვერ დავალ, წავალთ ჩვეულებრივ. ჩავიდეთ, დავრჩეთ, წამოვიდეთ რა, ერთი დღით წავიდეთ. დღისით ჩავიდეთ. თელი დღე ვიყოთ იქ, იმენ აი შევირგოთ, გადავიღოთ და წამოვიდეთ რა. მაგრა გაგვისწორდეთ.
კობერა ჩავაგდოთ ჩუვაში, ვაჭყვიტინოთ და წამოვიდეთ. კობერა კამერასთან დავაგდოთ. ხო. არ მინდა გამოჩინა, რა რაღაცას გამოჩდება. პიჯაკი ჩავაცოთ ლამაზად. და გალსტუკი მოვუგებდოთ. არ ვიცი, ეს ცივი ამდენი ხანია. ვიცი, ალბათ იქნება რაღაცა 27-38 წუთი გასული. ნურას უკაცრავად 41 და აი ამ არაჩვეულებრივ ნოტაზე კაუჩი. არ გაძანდება გავიბუტე.